მსოფლიო ბანი იშვიათი კაცია პრინციპში ისედაც ვიცოდით და რადგან ცხოვრებაც ხშირად აქამდე წარმოუდგენელი უცნაური მოულოდნელობებითაა სავსე და ხშირად თავისთავად გვთავაზობს ყველაზე მოულოდნელ და უჩვეულო ამბავს ჩვენივე ბიოგრაფიაში მისი 70-მეათე დაბადების დღეც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იმ თავბრუდამხვევი აღიარების ფონზე რომელიც მომღერალს მთელი ცხოვრება თან დახვება. პაატა ბურჭულაძე 70 წლისაა. მისი ეს საიუბილეო დაბადების დღე კი რომელსაც ახლა თვალს ადევნებთ ყველაზე ამაღელვებელი და გარდამტეხი ნამდვილი კადრებია მსოფლიო ბანის ისედაც ამაღელვებელ ცხოვრებაში. აი ამასაც მეუყურებ ძალიან მიჭირს საუბარი მე არ ვიცი მე ვიმსახურებ თუ არა ამას მაგრამ დიდი მადლობა წარმოიდგენთ ასეთ 70 წლის იუბილეს ესენი ჩემი მსმენელები არ არიან ესენი არიან ჩემი თანამოაზრეები და თანამოქალაქეები მსმენელი მე მყავს საოპერო თეატრში ჩვენ ვართ ერთი გუნდი ახლა ყველანი ვიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს ისე რომ ყველა ერთმანეთს ვავსებთ რა ყველა ერთმანეთს ვავსებთ ულოცავთ ბატონ პაატას ცოტა ისეთი უცნაურ გარემოში ვართ მაგრამ მე მინდა კიდევ რა ვიცი როგორც მის უმცროს მეგობარს და კოლეგას უსურვო ისევე ისეთი შემოქმედებითი წარმატებები კიდე ცოტა 1-10 წელი მინიმუმ რამდენი 10 ისეთი ბევრია ბატონ პაატა მე ცოტა მრავალრიცხოვანი მოქალაქეთა მუსიკალური საიუბილეო მარში თავისი არსით ისტორიულიცაა და ძალიან კარგად აჩვენებს რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მის ქვეყანაში დაბადებულ დიდხელოვანებთან და რა შეუძლია მაყურებელს მაშინაც კი როცა ქვეყანაში განსაცდელი დგას და დღესასწაულის დრო არ არის და რადგან თვითონ პაატა ბურჭულაძეს ყველაზე მეტად იღბალის შეერა შესაძლოა ასეთი უსაზღვრო სიყვარულიც ყველაზე მეტად ისევ იღბალია პაატა ბურჭულაძის პერსონალური იღბალი ისედაც ძალიან იღბლიან და საინტერესო ცხოვრებაში იღბალი ყველაფერში იღბალი არის ყოველ დღეში იღბალი არის ესე იგი მომღერალს უნდა კონდეს ხმა შესახედაობა რომელიც ჩვენ ძალიან ბევრი გვყავს ის არტისტიზმი რაღაცნაირი რა ქვია აურა ისეთი რომ ისა და მაგრამ თუ არა გაქვს იღბალი ეს ყველაფერი დაკარგულია თქვენ მუდამ იხართ სადაც ხმას აქვს ძალა და რადგან ეს ხმა უკანასკნელი 47 წელია საოპერო სცენაზე მთელს მსოფლიოში ისედაც ისტორიას წერს როგორი მძლავრიც არ უნდა იყოს წინააღმდეგობა მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის მძლავრი ხმა იმაზე ძლიერია ვიდრე ნებისმიერი წინააღმდეგობა ამ დროს და წერს ისეთ ისტორიას ქუჩაში როგორსაც ვერც ჩვენ და ვერც მით უმეტეს პაატა ბურჭულაძე წარმოიდგენდა მსოფლიო ბანის ხმა ყოველგვარი ალეგორიების გარეშე დღეს ყველაზე მეტად პროტესტის ხმა ყველაზე მნიშვნელოვანი საოპერო სპექტაკლის პარტია საკუთარ სამშობლოზე და ამ ქვეყნის თავისუფლებაზე 70 წლის ასაკში ვარ დაიღალეთ არა რა და ხორცივა არა რა ამ სიტყვაში რაც ხდება დღეს რა სიტყვასაც მოგებულობ რა გამახსენე აი ელოდით ამდენ სიყვარულს არა მართლა ნუ ამდენს ნახეთ რა ამბავია სხვა ხალხია ნუ რა ვიცი მადლობის მეტი რამე თხრის მაგრამ ეს ძალიან ძნელია ამის სატანა რო იცოდე ამის გატარება რომ აი ხელს სიტყვას რო გებულობ ამას ყველაფერს გაძლება უნდა ეს არ არის ადვილი და მეჯერეთ მართლა არ არის ადვილი ოპერისკენ მივდივართ და რა განსაგაგთ კონცერტს და საიუბილეო საღამოს ალბათ მაინც არ გამართავდით ამ თულ დროს მაგრამ არ გამართავდით რა თქმა უნდა იმიტომ რომ არ იყო აქ საიუბილეო საღამოს დრო არ არის ეს საღამოს მაგრამ აი ამაზე დიდი ზეიმი რაც ახლა ჩემთვის ხდება არ არსებობს. გული არ გატკინეს? ამით? არა, პირიქით. ვერ გატკინეს. პირიქით ვერ მოთკინეს. რა უხდება? როგორი სიმღერა უხდება დღევანდელობას დღეს დაბადების დღე გაქვს თან და? რაც უხდება საქართველოს ჰიმნი. ამას უხდება მარტო საქართველოს ჰიმნი.
წერილი გაქვთ საქართველოს ჰიმნი? რაც მე ვიყავი პირველი, ვინც შევასრულე საქართველოს ჰიმნი. გადაცემა რომ პაატას უნდა იმღერა საქართველოს ჰიმნი ჩაეწერა და იყო ერთ-ერთი რიგითი იავნანას კონცერტი ოპერის თეატრში. თუ არ ვცდები, ნანი ბრეგვაძის კონცერტი იყო იავნანას ეგიდით. და შუა კონცერტზე მე ვიღებდი ამ კონცერტს და კონცერტს მე მივედი პაატასა, ბატონო პაატა, თქვიცით რა, ეხლა მთხოვეს რომ რაღაცა თქვენ დაკავშირებოდით, თქვენ უნდა ჩაწეროთ საქართველოს ჰიმნი, ოღონდ დღეს თქო. რას ამბობო დღეს რანაირათო? მე ვთხარ, არ არის პრობლემა, სტუდია მზად არის, ყველაფერი მზად არის, წამოყვებით ჩაგაწერინებთ. სტუდიაში მეტი ორკესტრიო, მე ვთხარი ფონოგრამაზე თქო და ფონოგრამაზე რა ოპერის მოღვაწეები ხო არ არიან მიჩვეულები ფონოგრამაზე იმღერა. მე ვთხარი არ არის პრობლემა, ჩავწერ ტონალობა, მე ვთხარი იმ ტონალობა აზი არა რა ტონალობაა, მე ვთხარი ის ტონალობაა, რა ტონალობაც თქვენ გაწყობთ. მივედი სტუდიაში, ჭაი გული მიფანცქალეს, პულსი მაქვს ალბათ 160, რა ტონალობა იქნება? ტონალობა დავაჭი. მე ასე ვერ ვიმღერებ. ვთხარი რატო თქო? არა იმიტომ რომ სცენაზე ხა მიჩვეული ვარ ორკესტრო რაღაცა ფონოგრამაზე არ მიმღერია. მე გიდირიჟორებს და მოვთხარი და მე ვთხარი ბატონო პაატა ძალიან გთხოვთ თქო რა, აი როცა გექნებათ ინტერვიუ, აი ვისთან გაქვთ ნამღერი, რო ჩამოთვლით კარაიანს, რო ჩამოთვლით ზუბინ მეტას, რო ჩამოთვლით კლაუდია ბადას, იქვე თქვით რომ გერსამიანს ერთად მოღერმას უდირიჟორი. შესაძლოა დაიპყრო ყველა ქვეყნის ყველაზე მთავარი საოპერო სცენა. იცხოვრო ძალიან დიდხანს და მაინც ვერასდროს იყო ისე ახლოს ხმა შეწყობილად საკუთარ ხალხთან რუსთაველზე, როგორც ახლა. და თუ აქამდე ყველა არტისტის ცხოვრებაში, ტაში ყველაზე მომაჯადოებელი ამბავი გვეგონა, ასეთი უჩვეულო დაბადების დღე შესაძლოა იმაზე მომაჯადოებელია, ვიდრე მხუხარე აპლოდისმენტები ნებისმიერი წარმოდგენის ბოლოს დარბაზებში. შთაბეჭდილებები იმდენად მძაფრია, რომ ცრემლები მომადგა. ნამდვილად დიდიერი ხართ და უმარცხებელი. დროებითი სირთულეები ყველას აქვს. მიჯერა რომ ერმა, რომელსაც ასეთი სიყვარული და საკუთარი გმირების ერთგულება შეუძლია, არ შეიძლება არ გაიმარჯვოს. ატა ბურჭულაძე როგორი მოქალაქე, ამას ჩემი ახსნა არ სჭირდება. როგორი მომღერალია, ამასაც ჩემი ახსნა არ სჭირდება. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ თეატრი არ არის შენობა. თეატრი არის მანძილი შენსა და მაყურებელს შორის. 21 საუკუნეში აი ეს არის თეატრი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. გარეთ და შემაყურებელთან ძალიან მჭიდროდ და ახლოს და ეს ფანტასტიკური იუბილეა, ეს ისტორიაა, როცა შეგიძლია შემსმენელთან ერთად აი ეს ახლოს აღნიშნო ამხელა იუბილე, ასე რომ ყველაფერი კარგად არის. მილოცვასთან ერთად უნდა ვთქვათ ის განსაკუთრებული გადაწყვეტილება თვითონ ბატონი პაატასი, რაც იმას გულისხმობს, მის პატრიოტობას კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს, მის ერთგულებას თავის სამშობლოსადმი, კულტურისადმი და ის რომ მას ეპატიჟებოდა მსოფლიოს ნებისმიერი საუკეთესო სცენა და ამაზე უარის თქმა ამ მომენტში ძალიან სიმბოლურიც არის და ძალიან ღირსეულიც. მსოფლიო ბანი ქვია კაცს და მშობლიურმა ოპერამ საიუბილეოდ სცენა არ დაუთმო. როცა ოპერის კარები დაკეტილია და როცა შენ, როგორც მოქალაქე, 80 დღეზე მეტია, ისედაც ქუჩაში ხარ, იუბილე მოჩუქურთმებულ დარბაზებში, ისედაც არ გინდა უკეთეს გამოსავალს და საჩუქარს, ასეთ დროს, როგორც ჩანს, თვითონ განგება გიგზავნის. ბატონ პაატა, ბედნიერი ხართ, მარტო ერთ რამეს კითხავთ და დაგანებებთ. ბედნიერება არ ქვია, ამას ქვია რაღაც სასწაული. ეს ბედნიერებაზე მეტია, რაც დღეს ხდება ჩემს გულში და ჩემში. დიდი მადლობა ყველას. ვინ ჩამთვალა ღირსად აემის. თუ გვახსოვს, რომ ესეთი დიდი მომღერალი სცენაზე არ შეეშვას თავის მშობლიურ ქვეყანაში, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ამ ადამიანით, ვინაიდან ყველგან იქ არის, სადაც მისი ხმა ძლიერად ჟღერს და 47 წელია ჟღერს ის პირველი დებიუტიდან ყველა მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში და ნუ სადღაც 80 დღეა თითქმის ჟღერს აი ესე ქუჩაში თავის ხალხთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვისანაც ღირებულებითი და ფასეულობრივი ერთიანობა აკავშირებს. დღეს ეს არის დიდი მომღერის და დიდი მოქალაქის, დიდი პატრიოტის იუბილე, მაგრამ მარტო მისი იუბილე არ არის. ეს არის იუბილე ქართული ხალხის გამარჯვების. ეს არის პროტესტი ამ თეატრის, რომელმაც ვერ შეძლო დაეფასებინა
ვერც ტაატა ბურჭულაძის პატრიოტობა, ვერც ხალხის ასობრივი პროტესტი. სიცხვილი ყველას, ვინც არ შეუშვა ბატონი პაატა ოპერის თეატრში, იმიტომ რომ ეს უღირსი საქციელია და აი ეხავს რა ჟარგონს ვიხმარ, აი ძალიან ეხავს. მე დღეს დავწერე რომ მასპინძელი იუბილის არის ყველაზე მაგარი ადგილი ჩვენი რუსთაველის გამზირი და ჩვენი თბილისის ცა. მილოცავს 70% წელს კიზერეთი გამახარდა და საჭიროა პოლიცია პაატა ბურჭულაძის დაჯარიმების ისტორიამ დამაფიქრა იმაზე, როგორ უჭირს რეჟიმს და კიდევ იმაზე, რას გრძნობს ერთ დროს ხელოვნებაზე, ვითომ შეყვარებული ოლიგარქი, მაშინ, როცა პაატა ბურჭულაძე იდეოლოგიური თვალსაზრისით ვერ მოიხელდა, საკუთარი იდეოლოგიის მეხოთბედ ვერ აქცია და ამ წინააღმდეგობაში დამარცხდა. ჯერ მოგილოცეს და მე გამოგიწერეს ჯარიმა თუ პირი? ესენი ხوارწერენ ჯარიმას ეს. რა რიცით ეს სამივე იყო ეთქობა კარგ ოჯახში აღზრდილი ადამიანები ძალიან ერიდებოდა და ის ვინც მე მელაპარაკებოდა ვიდეოში ჩანს ხელი უკან კალებდა რომ მელაპარაკებოდა თვალებში ვერ მიყურებდა ესე ჩათვლილი თვალებით მე ამოწევდა თვალებს ჩათვლილი ძალიან ერიდებოდა მაგრამ ნუ მე უთხარი რომ რას დაგამსგავსათ ამ ადამიანმა თუ გინდათ გომელაურმა თუ გინდათ ბიძინა რას დაგამსგავს ამ გადაიქცეთ ამ გადაიქცეთ რა უნდა გადავიხადო ვისი ჯარი უნდა გადავიხადო რაში ოპერას და კლასიკურ რეპერტუარს თვალსადევნებს იცის ვინ არის პაატა ბურჭულაძე რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იღბალზე პაატა ბურჭულაძის მთელი მისი განვლილი ცხოვრებით თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე დიდი საოპერო მომღერალი საქართველოს ისტორიაში და ერთ-ერთი უდიდესი ბანი ზოგადად მე-20 საუკუნის ოპერის ისტორიაში ბურჭულაძის როგორც არტისტის უწყვეტი მოგზაურობა მსოფლიო საოპერო მუსიკის სამყაროში გვარწმუნებს რა შეუძლია ერთ განსაკუთრებული თვისებებითა და ნიჭით დაჯილდოებულ კაცს ერთი პატარა ქვეყნიდან დანარჩენი სამყაროსთვის ასაკი მე მიშლიდეს ხეს ნამდვილად არ მიშლის ბანისთვის 70 წლის ასაკი არ არის მაინც და მაინც ისეთი დრამატული თარიღი ჩვენ შეგვიძლია 80-მდეც კარგად სიმღერა და მე მგონი რომ ეგრეც იქნება თუ დაწყნარდა ეს ქვეყანა და მე მომეცა საშუალება რომ მივხედო ჩემ თავს როგორც მომღერალმა მე აუცილებლად ამას მივახცე ალბათ, მხოლოდ იღბალის არ ყოფილა, თუ მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომღერალი ხარ, რომლის სახელს ახსენებენ ისეთი დიდი ლეგენდების გვერდით, როგორიცაა პავაროტი, დომინგო, გიაუროვი, გობი და სხვა. მე ვგზნობ რომ მე აქ ვარ საჭირო და უნდა ვიყო აქ მე აქ აქციებს სხვაგვარად არ შეიძლება არ შეიძლება სხვანაირად არ შეიძლება აქ წდება დღეს საქართველოს ფეთი რადგან რეალურ ცხოვრებაში გადახდენილ თავგადასავლებს ხშირად ლოგიკა საერთოდ არ აქვს ალბათ ესეც ყველაზე არალოგიკური თავგადასავალია 70 წლის იუბილეზე სადაც პაატა ბურჭულაძემ ერთდროულად მიიღო ამდენი სიყვარული და პირველი ადმინისტრაციული ჯარიმა საკუთარ ქვეყანაში რომელშიც რეჟიმი იყო